დედა ხარ, მეუღლე ხარ? რა თქმა უნდა, ორი ქალიშვილი მყავს, ნინი და ხატია მყავს. 24 წლის არის უფროსი ქალიშვილი, მეორე 19-ის. და მღერიან სახლში მღერიან, მაგრამ საკმაოდ კარგად მღერიან. ისინიც მღერიან. ხმებში მღერივად მღერიან. და ძალიან უყვართ სიმღერები. სხვათა შორის ჩემი ერთი ნაცს ვიტყვი, რომ არასოდეს ჩემი შვილებისთვის არ მისწავლია სიმღერა. რასაც ისმენდნენ, სახლში იყო მოსავლე, იყო ჩემი ჩანაწერები, იყო ისე გაზრდილან ერთ დღეს რო ხმებში იმღერეს და მე ამყვნენ.
აი გამიკვირდა, ჩემთვის იყო და სხვათა შორის ხელოვან ადამიანებს არ უყვირდა, რატომღაც ჩვენი შვილები ყოველთვის უკანა პლანზე გვაქვს, როდესაც არის ესეთი დავალება გვაქვს. ეს ვემსახურებით, ხალხს ვემსახურებით, სხვის შვილებზე უფრო მეტი ამაგი მაქვს, მე ესე ვიტყვი, ჩემი ყველაზე დიდი გულის ტკივილია და ხშირად ვსაყვედურობენ ჩემი შვილები. ამ სიმღერაზე მინდა თქვა, რომ ეს იყო ჩემი დაწერილი სიმღერა და მე მყავს არაჩვეულებრივი მეგობარი მარინა ხონელიძე, რომელიც მიწერს ტექსტს. საკმაოდ ცნობილი სიმღერების ავტორი არის და მინდა მას მადლობა მოვუხმო. ტექსტის ავტორია და მუსიკა ჩემი არის. და ჩვენ ესე ვზივართ რაღაც ეპიზოდს უყვები, რაღაც შინაარს, როგორც აი რეჟისორი დადგავს რაღაც შინაარს და შემდეგ ამაზე აგებს სიმღერას და სხვათა შორის არ გაგვჭირდება, აი მომიყოლია უკვე გვიან საღამოთი გადმომირეკავს მარინა და მეტყვის ციური მე მსათა მაქვს უკვე ტექსტი. ორი ნიჭიერი ადამიანის ალიანსი. არაჩვეულებრივი ნიჭი, ულამაზესი ქალბატონია მე მარინას მინდა დიდი მადლობა მოვუხადო, რომ ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს მის ტექსტზე დაწერილი და ძალიან გულიმწყდება, რომ აი მარინა აჩანს ისე როგორც საჭირო არის, აქვს ულამაზესი ლექსები. ციური, შენ ჩანხარ შოუ-ბიზნესში ისე როგორც არა, მე ვიტყვი, რომ არა ნამდვილად, არა. მე უფრო სხვაგან მაქვს მიწვევები და სხვათა შორის ეს ძალიან კაი მოგონება ეს Facebook-ით და იქ იმდენი სიყვარული, იმდენი სითბო მოდის იქიდან, რაღაც მომხნევებენ მოწონთ თქვა. და რა ვიცი, მე ესე ვიტყვი იმას იმ ბეზრებას კიდე მერჩევნია, რომ აი თქვა გაჟღერდეს რაღაც 1000-ში ერთხელ და ის რა მობეზრებაზე ლაპარაკობ. შეიძლება ესეთი ხმა ვინმეს მობეზრდეს? არ ვიცი. მე შენ გვავს ბევრი საერთო მეგობარი და ერთი კიდე ძალიან მეგობარი ხო ორივესი და ნამდვილად უფრო გიცნობ კიდე მათგან ხო შენზე პრინციპში ცოტა რამ არ ვიცი ვიცი რომ მამუკაზე ალბათ ჩემი ძმა ჩემი ძმა მამუკალომიშვილი იმდენად მიყვარს უნიჭიერესი ადამიანი და არის ძალიან კარგი მეგობარი და არაჩვეულებრივი მეგობარი არაჩვეულებრივი მამა არაჩვეულებრივი ნამდვილად ძალიან აი მამუკა მიყვებოდა შენზე თუ მიყვებოდა ყოველთვის იმიტომ როცა დავინტერესდი და მოგისმინე და გადავირიე და მამუკა მე ვთხარი ცერკია ჩემი მეგობარია უმითხრე და ну а ესეთი გოგო არაჩვეულებრივი მეგობრული იმდენად დადებითად დაგახასიათა ცი უარყოფითი არაფერი არა გო არის სხვა უნდა თქვას რა შენ კლასიკი არის ერთი ვიცი რომ ღმერთმა დამიფარო სულს არასოდეს არ გავაკეთებ არავის არ უსურვებ ნამდვილად და ისე იყოს რომ ვაიზო ყველა კარგად იყოს ყველა იყოს ჩემზე ნიჭიერი ჩემზე კარგი და რა ვიცი ყველას მინდა წარმატება უსურვოთ ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც კარგია და თვითონ ჩემთვის პირადად რა თქმა უნდა მოდი ჩვენ მეგობარ მამუკას და მის ოჯახს უძღვნათ სიმღერა ნამდვილად Televizione
ჩემო ლამაზ თვალება ქალბატონო. ციური, ტკივილიანი გოგო ხარ? ტკივილიანი კი მქონია ბევრი. ბევრი ძალიან. ბევრი კარგიც ალბათ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კარგი სიხარულიც მიიღია ცხოვრებისაგან და ალბათ უტკივილის გარეშეც არ შეიძლება მე ესე ვფიქრობ. არ გამოდის სხვანაირად. ისე ვერ იტყვი თუ გინდაც იმ ერთ ფრაზასაც კი. არა, შენ რაღაც ისე ამბობ ამ ყველაფერს ციური რომ ძალიან ტკივილი გქონდა. არა, იყო სხვადასხვა რა თქმა უნდა ძალიან მეტკინა, მაგრამ გაიარა ამას ყველაფერმა და მე ვფიქრობ, რომ საჭირო იყო ალბათ ტკივილიც, სიხარულიც, ყველაფერი გულის წყვეტა მქონია ბევრჯერ სხვათა შორის და როდესაც ხელოვანი ხარ და გინდა რაღაცების კეთება, რაც შენ სულში ზის და თქვა რაღაცა გბოჭავს, რაღაცის გამო ვერ აკეთებ, არის დაბრკოლებები და ყოველთვის მქონია რომ ზოგჯერ არ ყოფილვარი ხასიათზე, მაგრამ მიმღერია გავსულად სცენაზე. ეს არც მსმენელისთვის შემიტყვია, არც გარეთ მეზობლისთვის სხვადასხვა ვერ წარმოუდგენიათ მე როგორ შეიძლება რომ ან ვიტირო, ან ვინერვიულო, ან რაღაცაზე ვიდარდო. ეს ყველა მსახიობის ხელოვანის ხედვია. ის არის ერთ წუთში და მეორე წუთში შეიძლება გაბუბუქრებული ვიყო, მაგრამ ისეთი სიმშვიდე მაქვს. ან როგორ შეგვიძლია ხელოვან ადამიანებს ერთდროულად 1000 როლი ითამაშო. ალბათ იმიტომ რომ მე თქვენ არ გატკინოთ, სხვას არ ვატკინო, მე ესე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, თავს არ ახვევ არავინ. ეს არის რომ ხელოვნება სხვებს მოიწყო, ზუსტად მე აიმით ვხსნი და ნინო მე მინდა აუცილებლად თქვა რომ აი რასაც ვქმნია აი ამ სიმღერებს, აქ ძირითადად არის სუცოცხალი მუსიკა არის და რომ არა ის ჩემი მეგობრები, რომ არა თქვა ზვია თოთიაური მინდა თქვა, ხვიჩა მინდა მაღლაკელიძე, ხვიჩა თისიაშვილი მინდა, ალიკო ხიზანიშვილი, ეს მე ბუბერაზებზე ვლაპარაკობ. უნდა თქვა აუცილებლად ზურა რომელმაც არაჩვეულებრივ მე ვიმღერებ ახლა ქალბატონმა ლელამ მეგობარია ჩემი თათარაიძე მომცა იმისინება რომ მე ვიმღერო
შემასრულებლად დავლია და ძალიან მიყვარს მთის სიმღერები, იმდენად მთის კილოც, ხასიათიც. კინოცები და შეასრულებ ახლა რომ დავბრუნდებით რეკლამიდან. აუცილებლად.